რის აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო? მადლობა, გავეცანი ხა საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციას სხვადასხვას. ეს არ არის სიმშვიდე, ეს არის სიჩუმე. სამარისებული სიჩუმე. ეს არის შტილი ქარიშხლის წინ ივანიშვილისთვის. უბრალოდ არც მინდა არტიკულირებდე იმას, რასაც გძნობთ. ქმედება, ბრძოლა, მოძრაობა. ბრძოლა სიმართლისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის, თავისუფლებისთვის და არა ავტორიტარიზმისთვის. ის ხალხი იბრძვის ავტორიტარიზმისთვის. ისინი არიან ჩაფულები, ისეთ მორევში იქიდან ვერასოდეს ვერ ამოვლენ. მეორე ნაწილი უმრავლესობა ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და გასაგებია ეს ორთაბრძოლა, ეს დაპირისპირება არის, ეს წინააღმდეგობა არის. ეს არაძალადობრივი ჩვენგან რას აკეთებენ, გასაგებია ვის უკვის, მაგრამ რო დააკონსერვებენ ამ მუხტს, მოხუფავენ ამ მუხტს, ამორეცულია, ხო ხალხი არის, ეხა ორდღენახევარია სახლებში არ ყოფილვათ და არ უძინია, მაგრამ ყველა მიცის რისთვის დგას და რას აპროტესტებს და ისიც იცის, რომ სხვა მის მაგივრად ვერ გააკეთებს, სხვა მის გასაკეთებელს ვერ გააკეთებს. ეს არის ხალხო, არ ვიცი, ალბათ კადრები იხილეთ. რეჟიმი ივანიშვილის დეა დგას აი ამ ხალხს, არ ვიცი 2000 თუ 3100, არ ვიცი, რობოკოპ სპეცნაზზე ჯეთიც ისე დაარბეს გეგონება სოხუმი აიღეს და ოჩამჩირე გაათავისუფლეს და გაგრა დაიბრუნეს. ეხლა პატრულის ფორმაში ჩაცმული სპეცნაზელები. აი 3100 კაცი თუ 4000 მაქსიმუმ არის რეჟიმის საყრდენი. აი ეს არის ქართული ოცნება. მართლა ქართული ოცნება კალაძე ხო არ არის ქართული ოცნება და კობახიძე და ეს არის ნებისმიერ პაპუაშვილი ზარქოა. აი ეს ხალხია. არ ვუტრირებ. აი ეს ხალხია. კი ბატონო, მათ თავიანთი არჩევანი უფროსი ხალხია, არ არიან ხა პატარა ბავშვები, მიიღეს, გააზრებულად შეაცინეს, ისქნეს, ეს გაუკეთეს, ამ მნიშვნელობა გააზრებულად, ნაწილი გაუაზრებულად აღმოჩნდა ამ რეჟიმის მსახური. მაგრამ ვერ დაიმორჩილებენ სხვა ქართველების და მოქალაქეების ნებას. უბრალოდ ვერ გაგუდავენ. შეუძლებელი არის და არაფერი არ დაწყებულა, არაფერი არ დამთავრებულა. ეს ბრძოლა გრძელდება. რიტორიკული კითხვა, ნიკა, გაათავისუფლებენ მელიქიშვილის გამზირს, ამით რა იცვლება? ლოკაცია იცვლება, მაგრამ პროტესტი წყდება. არის მობილური პროტესტია, რომელიც იქნება მზარდი, ბევრი სპონტანური გადაწყვეტილება თქვენს ეთერში თქვი მონიგუში, ბევრი სპონტანური გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. რეალურად საველე პოლიტიკური ბრძოლა, ხო, ამ ქვეყანაში არ არსებობს პარლამენტი, არ არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლება, არ არსებობს სასამართლო, არც ერთი, არც საკონსტიტუციო, არც უზენაესი, არც საქალაქო, არც აპელაციო, არაფერი არ არსებობს. ყველაფერი არის მიერთებული ერთ ადამიანზე სადენით, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისას და იქაც ეხლა სურვილი აქვს, რომ მორჩილი ადამიანი დანიშნოს, რასაც ვერ უნდა ახერხებდეს და ამისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთადერთი პოლიტიკის კეთების ასპარეზად ეხლა მოგწონს ეს არ მოგწონს, არა ყველას ყავს შვილები, მშობლები, დედები, მეუღლეები, ხო, ოჯახის წევრები, მეგობრები, არავის სიამოვნებას არ გვგვის, რომ დილის 7 საათზე მელიქიშვილის გამზირზე წინ დაუყანებინა და ჭავჭავაძის გამზირზე